ავიაგამანადგურებლები, მოიერიშე შუამუფრენები, სადესანტო შუამუფრენები, ტანკები, ჯავშანი ტექნიკა, გემები და ქვეითები. რუსული არმიის სრული სპექტრის დასავლეთ შენაერთების საბრძოლო მდგომარეობის მზადყოფნას კრემლი საგანგებო წვრთნით ამოწმებს. უკრაინის საზღვარზე ყირიმში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე რუსული არმია რუსული ტელევიზიების საშუალებით საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს. ოფიციალური წვრთნების ვიდეო მასალების პარალელურად ვრცელდება სამოყვარულო კამერებით გადაღებული კადრების სოციალურ ქსელებში. ყირიმის საზემფრინავი რუსული მოიერიშე შუამუფრენები ამ დრომდე დაუდგენელი მიმართულებით აფრინავენ. ჯავშანი ტექნიკა კი უკრაინის უშიშროების და საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს და უკან გააბრუნეს. ამ დრომდე არც ჯავშანი ტექნიკის გადაადგილების მიმართულებაა ცნობილი. რამდენჯერმე დაიკავეს გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებულმა შენაერთებმა სიმფეროპოლის აეროპორტი. მწვანე უნიფორმებში, ჯავშან ჟილეტებში, ჩაფხუტებში და ავტომატური შაშხანა კალაშნიკოვებით შეიარაღებულმა პირებმა საგანგებო გამშვები პუნქტებიც მოაწყვეს. მათ არ აქვს წარმომავლობის დამადასტურებელი პატჩები, თუმცა ისინი დადასტურებულად მხოლოდ რუსულ ენაზე ლაპარაკობენ და არ არიან უკრაინის არმიის წარმომადგენლები. მათ ასევე მხარს უჭერს ყირიმის პრორუსულად განწყობილი ეგრეთ წოდებული სახალხო პოლიციის წარმომადგენლები. ყველა ახლად შექმნილ საგანგებო ბლოკშაგოსაგოზე, რომელიც სევასტოპოლიდან სიმფეროპოლამდე მიმავალ ცენტრალურ გზებზეა გახსნილი, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროშებთან ერთად რუსული დროშები ფრიალებს. დუმაში კი სხვა ქვეყნების ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების პროცედურების გასამარტივებლად კანონპროექტის დამტკიცებას აპირებენ. პარალელურად რუსი დეპუტატები და სპორტსმენები ყირიმში ჩავიდნენ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. პუტინის განცხადებით, ყირიმი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში უსამართლოდ მოექცა. პუტინმა ისიც განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მასში მცხოვრები რუსებისთვის უსამართლობა იყო. ყირიმისა და სევასტოპოლის მაცხოვრებლებმა მოგმართეს თხოვნით, რათა დაგვეცვა მათი სიცოცხლე, რათა არ მოხდეს ის, რაც კიევში ხდება. ჩვენ არ შეგვეძლო მათ თხოვნაზე არ გვეპასუხა, გაჭირვებაში დაგვეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ღალატი იქნებოდა. უნდა შეგვექმნა პირობები, რათა ხალხს ნება თავისუფლად გამოეხატა. დროს ყირიმს თვითგამორკვევის უფლება ჰქონდა ისევე, როგორც უკრაინას, როდესაც ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა. ყირიმის ხელისუფლება კოსოვოს პრეზიდენტსაც დაეყრდნო, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თავისი ხელით შექმნეს. მუდმივად ცდილობენ ჩვენ კუთხეში მომწყდებას, რადგან გვაქვს დამოუკიდებელი პოზიცია და მას ვიცავთ. ყველაფერს აქვს საზღვარი, უკრაინის შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზღვარს გადავიდნენ. ისინი უხეშად, უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიულად მოქმედებდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინაში და ყირიმშიც მილიონობით რუსი ცხოვრობს.